დილო მშვიდობის. მოგესალმებით, მათი ნახვა შემოგვიერთდა ძალიან მცირე პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით და დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად ასევე დიდი შემადგენლობით საჰარ ჰარბი, UCMAS საქართველოს ფრენჩაიზის მფლობელი საქართველოში 2025 წელს საქართველოს უმასპინძლებს UCMAS საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასს. პირველად საქართველოს ისტორიაში 6-7 დეკემბერს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს საერთაშორისო კონკურსს და მსოფლიო ჩემპიონატს 2025 წელს. კონკურსი მსოფლიოს 1500-ზე მეტ მოსწავლეს 90 ქვეყნიდან უმასპინძლებს, რაც მას მნიშვნელოვანი ნდობად აქცევს საქართველოს განათლების სფეროში. ასე უნდა წაგეტყინოთ ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება დღეს კომუნიკაციაში. საჰონ მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ზოგადად რომ მოუყვეთ მაყურებელს, რაში მდგომარეობს ამ ყოველივეს მთავარი ნიშა და იდეა. Could you just tell us, generally speaking, what's the main idea or what's the niche, so to say, of all this and this program, UCMAS Georgia? Good morning. Thank you for hosting us today. So, UCMAS Georgia is an international mental arithmetic program. It's operating in more than 80 countries all over the world since 1993. მოგესალმებით, დილო მშვიდობისა ყველას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მადლიერი ვარ, რომ გვიმასპინძლეთ დღეს. ეს პროგრამა UCMAS საქართველოს გახლავთ მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამა. It's more than 80 countries, right? More than 80 countries. 80-ზე მეტ ქვეყანაში გახლავთ, 1993 წლიდან არის, ასე ვთქვათ, აქტიურად. მშვენიერი და რამდენი წლიდან აქვთ მოსწავლეებს შესაძლებლობა რომ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში? What's the age of students? From what age can students be involved in this program? This program has been created for students from 4 to 14 years old. And let me share to continue regarding the UCMAS Georgia. It has been recognized by leading universities such as Harvard, Stanford, San Diego, California. After the research that it's made in 2012, it was in Canada, where they had a group of students who has been studying for 4 years UCMAS, and the result was approved that UCMAS is improving the cognitive skills, the key cognitive skills in students, such as attention, focusing and concentration, perception, and self-confidence. ეს ასაკი გახლავთ 4-დან 14 წლამდე მოსწავლეებისთვის და ეს პროგრამა გახლავთ აღიარებული სხვადასხვა წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ, როგორც არის ჰარვარდის, სტენფორდის, სან დიეგო, კალიფორნიის და 2012 წელს კანადაში იყო ასეთი, ასე ვთქვათ, პროგრამა, როდესაც მოსწავლეები შეამოწმეს ამ შედეგებზე და ნახეს, რომ ეს პროგრამა აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს, ყურადღების უნარებს, ფოკუსს, თავდაჯერებულობას ასევე და აღქმის უნარებსაც. საინტერესოა, რატომ საქართველო? რატომ შეირჩა მაინდა-მაინც საქართველო ასეთი მასშტაბური კონკურსისთვის? Could you tell us why Georgia? Why was Georgia selected for this international championship, for such a large-scale championship? In 2024, last year in December, it was our first participation as a Georgia country for the international competition, which was held in New Delhi in India. And after the great achievement that our students they had it during the competition, bringing the first runner-up, second runner-up as our to the Georgia country, we had a lot of negotiation to receive the students from all over around the world and to have it as the first country in the Caucasus region who will host such kind of large educational competition. So this is about the dedication of our students. For sure, it's about the hard work that UCMAS Georgia has been involved during the 7 years as we started in 2018 implementing this program. 2024 წელს საქართველოს მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში ნიუ-დელიში. ჩატარდა და ჩვენ მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგებს მიაღწიეს, პირველი, მეორე ადგილები დაიკავეს და ამის შემდეგ ქონდა მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ უკვე შემდეგ ჯერზე და ეს იქნება კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანა, სადაც ჩატარდება ეს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონკურსი. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი წვლილი მიუძღოთ მოსწავლეების თავდადებას და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენს ძალიან
ესეთ გარჯას და შრომას 2018 წლიდან 7 წელია უკვე ამ სფეროში ძალიან აქტიურად. ძალიან საინტერესოა, იმიტომ ეს ერთთან მქონდა ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით საქართველოში თუნდაც ცნობიერება იყო ამაღლებული და ქართველი ბავშვებისთვისაც ცნობილი მიმართულება. კი, საკმაოდ ცნობილია ბოლო პერიოდში და ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, რომ ეს პროგრამა უკვე რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოს მხრიდან რამდენად იყო დაინტერესება აქამდეც ამ მიმართულებით. She said that it's really interesting that it's quite famous already among students. People know about it in Georgia, and she would like to know. Yes, it's been going on for some years, but what's the interest level in Georgia? How are people involved in this program, students and so on? Actually, since 2018, when we started our program, the parents start recognizing the efficiency of this program and the benefit of this program. Nowadays, the most challenge that our parents are facing towards their kids is less of focusing and concentration, and it's clear because of all these technological gadgets that the students they have it. So since 2019, from the first year that we started from Tbilisi, now we are covering almost like the major cities in the country: Tbilisi, Rustavi, Tel Aviv, Kutaisi, Batumi, Gori, and soon we will be also in Zugdidi and Poti. So the main interest was it's about the level of concentration and of the focusing on their students. Besides that, we have our special events where we are awarding the students on yearly basis, providing them the international certificates. 2018 წლიდან, როდესაც მშობლები დაინტერესდნენ უკვე ამ პროგრამით, მათ გაიაზრეს, რომ თავარი ღირებულება პროგრამის გახლავთ მისი ეფექტიანობა. იქიდან გამომდინარე, რომ მშობლებს ძალიან ხშირად აქვთ ეს გამოწვევა, იქიდან იმის გამო, რომ მოსწავლეებს არ აქვთ ფოკუსის და კონცენტრაციის მაღალი უნარი ამ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების გამო უმთავრესად. და 2019 წელს, როდესაც დავიწყეთ უკვე თბილისში და წამყვან ქალაქებში ვართ წარმოდგენილი რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და უკვე ვაპირებთ ზუგდიდსა და ფოთშიც ძალიან მალე, ასე რომ თავარი მახასიათებელი და სარგებელი გახლავთ ფოკუსისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება, ასევე გვაქვს ხოლმე სპეციალური ღონისძიებები, სადაც ვაჯილდოვებთ წარჩინებულ და წარმატებულ საერთაშორისო სერტიფიკატებით. კი ბატონო, და როგორც ვიცი, დეკემბერშიც იგეგმება რაღაც, ხომ მოგვიყევით ამის შესახებ? So what is planned in December? Could you tell us a bit about that? So for 2 inspiring days, 6 and 7 December, Seoul University will welcome around 1,500 students from more than 80 countries, over 4,000 attendees, including families, educators and officials, as a globally recognized event in the Caucasus region, bringing all the brightest mind to compete in mental math, logic and cognitive agility. 6-7 დეკემბერი იქნება ძალიან შთამაგონებელი თარიღები და ღონისძიება. მოსწავლეები იქნებიან 1500-ზე მეტი, 80-ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო დამსწრეები 4000-ზე მეტი, სადაც შედიან როგორც ოჯახები, მშობლები, ასევე პედაგოგები ცხადია და ეს გახლავთ გლობალური დონის ღონისძიება, რომელიც კავკასიას წარმოაჩენს კიდევ ერთხელ გლობალურ ასპარეზს. თქვენ თემას ახლა ცოტა უნდა გადავუხვიო, საინტერესოა, უბრალოდ მაინტერესებს ეს ინდივიდუალური მიმართულება ჩემ. თავად როგორ მოხდა მისი ჩართულობა ამ მიმართულებით, რა იყო ინსპირაცია და ინტერესი, რის გამოც ეს მიმართულება მისთვის გახდა საინტერესო და რამდენი ხანია რაც ამ ამბავში? A bit of deviation and a question towards you personally. How did you get interested in this area, and what was this story that you got involved in this program? If you could tell us, please. When I moved to Georgia in 2016, I recognized the need to enhance the children focus in Georgia, and plus the math in general. So I was starting looking for something that it will be more advanced than the curriculum that they have it in the schools. So from this mission I started, and nowadays, we are operating for 7 years in Georgia. We have also granted the franchise for Romania country.
So, and this is something that I have passion on it, and this is what drives me through this kind of like business. Especially, I have also 3 kids, and they are also they're raised in Georgia County. So, yeah, this is something that I like to do it, and it's I'm proud to be in this sector, which is related to the education. საქართველოში გახლავართ მე 2016 წლიდან და მაშინვე დავინახე საჭიროება ფოკუსის და კონცენტრაციის გაუმჯობესების, ასევე მათემატიკით დაინტერესება და ასევე მივხვდი რომ უფრო მაღალი დონის პროგრამა იყო საჭირო, ვიდრე ამას სკოლას თავაზობდა სკოლის კურიკულუმი და სკოლის პროგრამა და ეს მისია დავისახე, უკვე 7 წელია როგორც იცით ეს პროგრამა არის, ასევე გვაქვს ფრენჩაიზი რუმინეთშიც და ამავდროულად მე მყავს 3 შვილი, ეს არის ასე ვთქვათ ჩემი გატაცება, ზოგადად განათლება, ჩემი ძალიან დიდი ინტერესი და ძალიან მომწონს საქართველოში ამ სფეროზე მუშაობა. ამ სფეროში მუშაობა. სამომავლოდ რა ტიპის ღონისძიებები არის დაგეგმილი და იზრდება თუ არა წლებთან ერთად დაინტერესება ამ მიმართულებით? What other type of events are planned in the future and whether the interest is rising in this sphere, so to say, for this sphere? In Tbilisi, I have already also the STEM education, and after our international competition, as it needs a lot of preparation and dedication for this event, we are planning to cooperate with Microsoft and Google to bring such kind of a chance for the students from the early age, considering having such kind of international certificate. So this is our next plan for the future to really raise the Georgian students or the Georgian kids on the global level. თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გვაქვს, ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო კონკურსი უმაღლესი დონის არის, ასევე ძალიან დიდია დაინტერესება STEM-ის, ანუ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები Microsoft-თან და Google-თან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, უფრო მაღალი დონის სერტიფიკატები შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს და ქართულ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, რომ საერთაშორისო დონის განათლებაზე ჰქონდეთ წდომა. უღრესი მადლობა, უნდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის, ზოგადად ამ თემის შემოტანისთვის და განვითარებისთვის საქართველოში. ნამდვილად ძალიან ღირსეული და დასაფასებელი ნაბიჯია, იმიტომ რომ ხო, სამწუხაროდ მართლაც ძალიან ბევრ ბავშვს აღენიშნება პრობლემა, რომ თქვათ უჭირთ კონცენტრაცია და კარგია რომ ეს მიმართულება არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა ბევრ მნიშვნელოვან უნარსაც ანვითარებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. Thank you. Thank you so very much. much. Thank you.